გამარჯობა, Ground and Georgia დაბრუნდა მე-12 ეპიზოდით. რიგით 316 UFC-ს pay-per-view event-ი გავაცილეთ. კი. უნდა ჩამიხდე ახლა სიტყვაში. ბოდიში. სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით ფინიშით main event-ით. უჩვეულო დასასრული. უჩვეულო დასასრული ქონდა, მაგრამ არა მოულოდნელი ჩემი აზრით, მაგრამ სხვას რო კითხო. სხვაში ვიგულისხმე, ეხლა დაახლოებით 95% MMA community-ს რა, ოღონდ სოფლიოს მასშტაბით. MMA საზოგადოების 95% დაახლოებით მერაბის მოგებას თვლი და გადაწყვეტილებით. ხო, ფინიშზე ბევრს არ უფიქრია, მაგრამ ნახეთ რომ მერაბ თვალიშვილი საერთოდ სხვა მებრძოლი არის უკვე. მერაბმა იცი რა არის მთავარი მან, ანუ ირწმუნა რომ უკვე ფინიში შეუძლია და ჩემი აზრით მეტოქესაც გააჩნია, მაგრამ მგონია რომ მიერიდან უკვე უფრო ისე ფინიშზე ორიენტირებული იქნება. ანუ ახლა ამ ბრძოლაში ომარლისთან რო გამოვიდა, პირდაპირ ეგ იყო რომ წინ მიდიოდა, არ უფრთხოდა ომარლის და იყო ფინიშზე ორიენტირებული, როგორც ფეხზე, ისე მიწაზე შემდეგ. ზოგადად ხო ეგრე არის ომარლი რო იზახდა რომ მემსად ვარ ყველანაირი მერაბისთვისო, პირდაპირ პროფესიულად თუ პროფესიონალს ხდები, ომარლის შემთხვევაში ავიღოთ, შენი მოწინააღმდეგეც უფრო ვითარდება რა, თუ შენ განვითარებას აპირებ და განვითარებაზე ჩალიჩობ რომ უფრო რაღაც უკეთესი შედეგი დატუშვალ ბრძოლის დროს იგივე საკეთებს შენი ოპონენტიც. კი ბატონო. ძალიან ძლიერი მხარე გამოავლინა მერაბმა და ძალიან სასიხარულო რომ ესეთი უფრო და უფრო განვითარებული სკილებით და უნარებით შეხვდა ეხა შონ ომარლის. იმიტომ რომ იქ უმარ ნურმაგომედოვს რომ დაამარცხებ ჭიდაობაში, შეიძლება ეს პირდაპირ ჭიდაობაში არ დაუმარცხება ეს ქულების აყებით და რაღაცებით, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში უმაგომედოვი ჭიდაობა მერაბს ვერაფერი ვერ მოუხერხა და იქ მერაბი აქ როცა უნდა და მაშინ თეიქდა. იცი რა, მე მგონია რომ დანამ რადგანაც თქვა უმარის რემატჩი საინტერესო არის, სადღაც თუ შეახვედრეს ისე მგონია რომ მერაბი უმარსაც დააფინიშებს ჩემი აზრით. მე მგონია რომ მერაბი ყველას დააფინიშებს უკვე და ფინიშზე გადა. რემატჩი მინიმუმ ვისთანაც მოუწევს, მგონია რომ ყველას დააფინიშებს ალბათ. ჯონ უდი უნდა ვახსენოთ აუცილებლად და მე მგონია და მიმაჩნია რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობის ადამიანი არის ახლა მერაბის გემში და იმაში რომ რეალურად შონ ომარლის სტრაიკინგში დაჯაბნა და დაჩაგრა. ანუ მერაბიც რა, ანუ რაც ახლა ჯონ უდთან გადავიდა, ასე ვთქვათ, გადაბარგდა სინდიკატში. ანუ მაგის შემდეგ ძალიან ჯონის დამსახურება არის რა პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ესეთი მრავალფეროვანი გახდა მერაბი რა. როგორც მიწაზე, ხო რა, მაგიტო დამსახურებულად. ხო, მაგიტო გახდა ეგეთი მრავალფეროვანი, როგორც მიწაზე, ისე ფეხზე რა. ფეხზე აქ ძალიან მომატებული რა. ხო, რა უნდა მეთქვა ახლა რა, წეგან უმარი რო ახსენე და შონომალი რო ახსენე. ეხლა რო გითხრა რომ მსუბუქესი ბანტამვეითის რა. სუპერმსუბუქი წონის ტოპ სკილები აირჩიე მებრძოლებიდან რა. მერაბს ვაიღებდი კარდიოში მარტო ალბათ. მერაბს უკვე ყველაფერში ხო და ეგ სადაც უმაგომედოვის ჭიდაობას, შენი ჭიდაობით ჯობნი, სადაც შონომალის სტრაიკინგი, შენი სტრაიკინგით ჯობნი, ანუ რა მეტი რა დარჩა რა. აღარაფერი, კარდიო თავის თავად არის. ხო, ანუ მერაბი არის უკვე სრულყოფილი, ანუ ბევრი არის ზოგადად სრულყოფილი MMA-ის მებრძოლი, ყველაფერს აკეთებს თუნდაც თანაბრად, მაგრამ მერაბი აკეთებს ყველაფერს უკვე ძალიან კარგად და ჯერ კიდევ იხვეწება, ანუ ასაკიც ახლა რომ შეხედო, ბევრი მებრძოლი არის რომ ამას აქ ჩერდება უკვე რა, ანუ ის პროგრესი რაც აქვს, მაგრამ მერაბისთვის რასაც უკვირდებით რა, ანუ ყველას აზრი ესე არის, რომ ამას აქშიც ექსტრემალური სისწრაფით ვითარდება რა, ყველგან. გეომეტრიული პროგრესიით. კი ბატონო, ეგეც შეიძლება, ეგ ვარიანტიც არის. არა, მე შენიცი რომ მე მაგრად მჯეროდა რომ მერაბი ფინიში მოიგებდა ამ ბრძოლას, იმიტომ რომ ფიზიკურად შანსი არ იყო, რომ კიდე უფრო მეტი წნეხისთვის ომარლის გაეცვლო რა, წინა ჯგუფთან შედარებით. მე მგონია რომ ყველაზე დიდი პლუსი რაც აქვს მერაბ თვალიშვილს არის რომ ბრძოლი დამბრძოლამდე უფრო და უფრო ვითარდება და არ იცი როგორც უნდა ელოდო ოქტაგონზე რა. ის იცი ყველა ვარიანტში რომ მესამე მეხუთე რაუნდამდე ბრძოლა თუ მიდის 95% რატო გადავეკინე. ხო, ანუ ის 5% არის რომ აი თქვა მესამე მეხუთეში შეიძლება რაღაც დარტყმა გაატაროს რა. ეგ 5% არის თორე დანარჩენი აუცილებლად მოიგებს. ეს ამეგობრებო ქიმია, როგორ ეგრევე გაგება და ამბავი ყველაფერი. რავი, მე ძალიან ყოფილი ვარ ამ ბრძოლით, აღტაცებულიც ვარ და უფრო დიდი იცი რა არის ახლა ფინიშით რომ მოიგო მერაბმა კიდევ უფრო ანუ ნახე
კი ბატონო გადაწყვეტილებითაც რომ მოიგო მაინც გადაიდგმეოდა ეს ნაბიჯი, მაგრამ ფინიშით მოგებით უკვე უფრო გადაიდგა გოუთობისკენ რა ნაბიჯი. ნუ თავის ზონაში უკვე გოუთი არის, მაგრამ pound for pound გოუთობაზე რა. არის საუბარი, როდესაც მეორე პოზიციას იკავებს უკვე მერაბი და მოკლედ ორი სიტყვით მინდა რომ მალისაც შევეხო, იმიტომ რომ ძალიან იწვალა ამ კაცმა რა. მართლა ძალიან იწვალა, მერაბისთვის რომ მომზადებული იყო ყველაფერს. კი რა, ანუ ყველაფერს დაანება თავი საერთოდ რა, იქ მოწევა იქნებოდოს რა იქნებოდა, მოკლედ ყველაფერს შეეშვა, მაგრამ ხო რა, ანუ რაუნდის დასაწყისში კარგად გამოიყურებოდა სხვათა შორის. წინა ბრძოლასთან შედარებით, ანუ კი ფინიშით წააგო, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ განვითარდა, ანუ განვითარდა, რაღაც გეგმა შეცვალა, ტანშიც უტევდა, რითაც ატკინა პირველ ბრძოლაში, მაგრამ უბრალოდ მერაბი არის ძალიან მაგარი რა. ხო, ეგ ქონდა თითქოს რაღაც ეგ მიზანი ქონდა, რომ წინა ბრძოლაში თითქოს ნახა, რომ ტანში დარტყმებით კარგი შედეგი მოვიდა, უბრალოდ დააგვიანდა. ხო. და ეხლა თავიდანვე იცადა, რომ თავიდანვე ეცადა და თან იცი რა იყო, ომალის გეგმა იყო, რომ ფეხზე ეჯობნა, მაგრამ რომ დაინახა, რომ ფეხზე ჯობნიდა მერაბი, ანუ მანდ გატყდა რა მე. გატყდა ხო, ვეღარ მოიფიქრა რა უნდა გაიგეთო. ხო, ანუ გეგმა ბე აღარ ქონდა უკვე. იმიტომ რომ ვერ წარმოიდგენდა რომ ფეხზე წააგებდა ბრძოლას. რომალი ნამდვილად დასაფასებელია, თუნდაც იმიტომ როგორც საუბრობს უკვე მერაბზე. და თვითონაც იცის რომ რაღაც არა ადამიანურ ძალას დააკ რა. ხო, კავშირი და ფიზიკურად რავი მე არ მგონია ხო ვინმე შანსი ქონდეს და წინა გადაცემაშიც უშუალოდ შემდეგ ოპონენტზე პონერობდი. კორი სენტეგენი მარტო მაგიტო ახსენე რომ მართლა მეორე წრეზე ხო არ წავა ყველას თავიდან ხო, ნუ ერთადერთია ვისაც არ შეხვედრია და მაგიტო. პიოტრიანთან არანაირი რა არის, იანი საინტერესო არის, მაგრამ იანი უმასონა შეხვდეს ჩემი აზრით და იქიდან უნდა გაირკვეს მე რემატჩი სამბავი. მაგლეველზე არ არის რა პიოტრიანი ჩემი აზრით. იცი რა არის, მე მაგ წონაში ყველაზე მაგარ კონტენდერად ამ წამს იანი მგონია მაინც რა. პაჩიმიქსი არა? პაჩიმიქსი არა, იქო მაგამდე მივალთ რა. არა, ანუ ის კაი, მაგას მე ვილაპარაკებ მოკლედ პაჩიმიქსზე რა. მაგრამ რაღაც სხვა ჯგუფსაც ხო არ გინდა შევხვდეთ. კი, ბაუტისტა პაჩიმიქსი. მოდი ჯერ პოზიტივით დავიწყოთ. მოდი მე ვიტყვი რა და დაგიტოვებ რაღაცნაირად გავიყოთ რა. 20-80-ზე. კაი, არა. 80 ჩემი კაი მაშინ. მარიო ბაუტისტამ ალბათ თავის კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა ჩაატარა და მე ნუ მაგის მიზეზ შენიტყვი ალბათ უფრო შენ მოგიწევს მაგ მიზეზის. ძალიან მაგრად გამოიყურებოდა ამ წნეხმა, რაც მის გარშემო ატყდა უფრო ხო გააძლიერა თითქოს რა. ეხა არაფერი არ ეტყობოდა მარიო ბაუტისტას, რომ წნეხის ქვეშ იყო, ნერვიულობდა, ვფიქრობდა რაღაც ძალიან აგრესიული იყო, მაგარ ფორმაში იყო, ძალიან მომწადებული იყო. და ოპონენტზე მიწა იმის საშუალება, რომ თავისი ძალიან კარგი სკილები გამოევლინა რა. იყო იქ ესე თქვათ არ აღიარებდნენ მის გამარჯვებას ჟოზე ალდოსთან და მიც არ ვაღიარებ. არა, არც მე ვაღიარებ. უბრალოდ ნუ ხო. უბრალოდ ეხლა გადავდივარ პაჩიმიქსზე რა. ნუ ჯერ პოზიტივით რო დავიწყოთ, ბაუტისტა მართლა მაგარი მებრძოლი არის. უბრალოდ ცოტა ისე ვიტყვი რა, პაჩიმიქსს მაინც არ ჩამოუწერ. პირდაპირ ვიძახი. უნდა მოსვა. ხო და აი გეტყვი ახლა რა ლოგიკურად ავხსნი მაგ ამბავს რა. პაჩიმიქსმა წააგო, იმიტომ რომ არასწორი გეიმპლენით გამოვიდა. ანუ დარჩა ფეხზე ისეთ მებრძოლთან თან დისტანციაზე, რომელი მებრძოლიც აუცილებლად თავს თუ არ წაგაცლის, მინიმუმ ისე დაგამუშავებს, რომ აზრი არ ექნება აუცილებლად წააგებს. მაგრამ ეგ იმას არნიშნავს, რომ იანი მედგაცრუებული არ ვარ პაჩიმიქსის მოსვლით, თქვა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ წინა გადაცემას ჩვენ ვიყავით და ვილაპარაკეთ და ვინც უყურა და საერთოდ ყველა ეგრე ფიქრობდა, რომ პაჩიმიქსი იყო ადამიანი და მებრძოლი, რომელიც აუცილებლად გადაურდა ბაუტისტას და აუცილებლად შეხვდებოდა მერაბს და მერაბისთვის იქნებოდა ყველაზე რთული მოწინააღმდეგე, მაგრამ არ ვიცი რატომ აირჩია საერთოდ ეს გეგმა რაც ქონდა ბაუტისტასთან ფეხზე დგომა, იმიტომ რომ იმასაც ვერ დააბრალებ, რომ ვერ წააქციაო, არც უცდია წაქცევა რა. და მაგიტომ ის მებრძოლი გამოვიდა პაჩიმიქსი, რომელიც არ არის რა. ის მებრძოლი გამოვიდა და ისეთი გეგმა ირჩია, სადაც მაგარი არ არის. და სადაც მაგარი არის,
იქ რომ დაიწყო გადასვლა მესამე რაუნდში, მან უკვე იმდენი ქონდა მოხვედრილი, რომ ფიზიკურად აზრი აღარ ქონდა ბაუტისტას ვერ წააქცევი. ეგრევე დაზიანებული რო ხარ რა. მაგის ბაუტისტაზე წნეხმა არის მოქმედა და შენ პირიქით ფიქრობ რომ პაჩიმიკზე წნეხმა არის. არა, შეიძლება წნეხის ამბავი არ იყო, მე მგონია რომ უბრალოდ არასწორი გეგმა იყო რა. მე ვიტყოდი წნეხი იქნებოდა წნეხის პრობლემას ვახსენებდი იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ეცდებოდა გადაყვანას ვერ გადაიყვანა და მე აირეოდა და მოკლედ მას წააგდებდა ბრძოლას, მაგრამ მთელი ბრძოლა ცდილობდა რომ დისტანციაზე ყოფილიყო ბაუტისტასთან რა და ეგ არის ყველაზე დიდი სისულელე რაც შეიძლება გააკეთოს მე ვიცი ის სულ თავი ურტყა მუშტებში რა ხო აი ზუსტად რა თან ანუ თავი იცი რა იყო ეტყობოდა თან რომ ანუ ტიპს ეტყობოდა რომ ტკიოდა ეგ დარტყმები რა ანუ სახე ეცრებოდა ეგრევე იმანჭებოდა და რაღაც ანუ ეგეც კიდე ცალკე პრობლემა არის ეგრე არ უნდა იტყობდე დარტყმებს ჯებებს და კროსებს ხო მაგრამ ნუ მაგას რო თავი დავანებოთ ანუ ყველაზე დიდი შეცდომა ეგ იყო რომ აი მაგ გეგმით გამოვიდა და ვერ ამოხსენი და ვერც ამოხსნის ალბათ ვერავინ პაჩიმიქსის გარდა თვითონ არ იტყვის რატომ გააკეთა ეგ იმიტომ რომ ნუ ბაუტისტასთან არ უნდა დადგეთ ეხლა რაც შეეხება ბაუტისტას რა ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ თქვათ კორი უნდა შეხვდეს მერაბს და ამ შემდეგ რატო არა თქვათ ბაუტისტა იმიტომ რომ დაამარცხა ძალიან დიდი სახელი პაჩიმიქსის სახით იმიტომ რომ იყო ბელატორის ძალიან ისეთი დომინანტი ჩემპიონი და რატო არ უნდა შეხვდეს ბაუტისტა მართლა მეკითხები შეჭი. ხო, მართლა გეკითხები. აი რა ბაუტისტა. ალდო ყავს დამარცხებული და დებიუტანტი პაჩიმიქსი. დებიუტანტს რა მნიშვნელობა პაჩიმიქსის სახელი არის. მაგას ვიძახ. სახელი რო არის გასაგებია, მაგრამ პაჩიმიქსამდე იმდენი სახელი ყორი არ არის პაჩიმიქსზე დიდი სახელი დღეს? აი რა. ანუ მე სხვა რაღაც ვიძახ. ნახე, დამსახურებას ვიძახ. ყორის. არა, შეხედე ხარ რას გეუბნები რა. პაჩიმიქსის სახელი არ არის UFC-ში, პაჩიმიქსის სახელი არის პაჩიმიქსის სახელი არის MMA-ში. MMA-ში, ხო, მაგას გეუბნები. ბელატორიდან UFC-ში გადმოვიდა და UFC-ს მაყურებელმა რაც ნახა, პაჩიმიქსის ბრძოლა. შენი აზრით ვინმესთვის ხა მისაღები არის ის რომ ესეთი პაჩიმიქსის დამარცხების გამო მარიო ანუ ესეთი რა შუაშია, ნახე სადაც იჭხუბა. წინაჭხუბი ჟოზე ალდოსთან რავი და კორიმ რა გააკეთა მაშინ? რა გააკეთა კორიმ რომ მერაბს შეხვდეს? მარტო ის რო არ უცემია მერაბს? არა, რამდენიმე წელია კორი ტოპებში არის. მერე? ნახე, რატო არის იცი ტოპებში? გეტყვი მაშინ პირდაპირ. ტოპებში იმიტომ არის კორი და იმიტომ არ უჩხუბია აქამდე საქამრე ბრძოლა. რომ ქამარზე გამსვლელი ბრძოლა რაც ქონდა, ყველა წააგო. საერთოდ. იანმა მოუგო, უმარამაც მოუგო. ომალის არ შეხვედრია ერთი. ხო. მერე? მერაბს არ შეხვედრია. მერაბს არც უნდა შეხვდეს შემი. ანუ შენი აზრით პაჩიმიქსი კორის ეთეგენზე დიდი სახელი არის დღეს UFC-ში? სახელზე არ არის აქ. მაშინ რატო შეხვდეს პირდაპირ მეათე ნომერი ბაუტისტა? თუნდაც. პაჩიმიქსი, ხო. იმიტომ რომ ყველას ეგეგონა, მარტო ანუ ყველას ეგეგონა რომ ესეთი მაგარი სახელი არის და მესმის რომ ეგ ამბიციურობა, ეს პოტენციალი რაც არის, ეს უშუალოდ რომ მერაბისთვის მოიყვანეს ეგ საუბარი, ეგეც მესმის, მაგრამ იმის გამო რომ მარიო ბაუტისტამ პაჩიმიქსი დაამარცხა ჟოზე αλდოს მერე საქამრე რომ მიცენ უმარს რომ მიცენ საქამრე მაგაზე ცუდი იქნება და ეხლა მაგის მტკიცებას მაგაზე ცუდი არ იქნება შენ რომ მარიო ბაუტისტა ანუ მტკიცებაზე არ მე კითხავს რომ რატო არ უნდა შეახვედრა არა მარიო ბაუტისტა შენ თუ ისო მაგის დამტკიცებას აპირებ ეხლა რომ მარიო ბაუტისტა იმსახურებს მერაბთან კამერაზე ჭუბს იმის გამო პაჩიმიქსი მოუგო საწაირის ხელთათმანი ბიჭო მანდ ნახე არის რამოდენიმე ის რა მეორე მე მომეც არა არ მიცე ანუ მანდ თემა იცი რა არის რომ ბაუტისტას აქ მოგებათ სერიები მეთქი აკეთ ისურის ბაუტისტას აქ მოგებათ სერია უბრალოდ ნუ სერიები რა ქართული არის მოგებათ სერია აქ და პაჩიმიքს ძალიან ბევრი ადამიანი 80%-ს ვიტყვი რა ყველა მაგაზე საუბრობდა, გინ საქართველოში რო აიღო, ვისაც ქონდა ნანახი პაჩიმიქსის ბრძოლები და ზოგადად ამერიკაშიც რა. ყველა მაგას თვლიდა, რომ მერაბის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო სუპერსუბუქწონოსანი არის. და ეგ სახელი არის უკვე, როცა ერთ-ერთ საუკეთესო სუპერსუბუქწონოსანს იმ მომენტში ამარცხა. და ეს ბაუტისტას ბრალი არ არის, რომ პაჩიმიქსი ცუდი პერფორმანსით გამოვიდა. მაგას ვიძახ. ჯო მართლა მაგას მიმტკიცებ, ეხლა მარიო ბაუტისტა. ბიჭო, არ გიმტკიცებ, მე გეუბნები. რატო არა? რატო კი? რატო კი? რატო უნდა მიცენ? მე მაგას გეუბნები და შენ უნდა მითხრა რატომ არა მაშინ. მე იგრე დაგისვკითხა, რატომ არ უნდა მიცენ? მაგას გეუბნები, რომ მარიო ბაუტისტას არ ყავს ისეთი სახელი დამარცხებული.
დღეისთვის, რომ საფამრო ეკუთვნოდეს, აი რა. ჟოზე ალდო. ერთ-ერთი. აღადროის ჟოზე ალდო. რა მნიშვნელობა აქვს, ბიჭო, მე არ დაამარცხა ჟოზე ალდო? რაღა დროის მაგის ჟოზე ალდო იყო მაშინ. ეგრე კონორმას დაამარცხა შეჭი. კონორმა მე პრაიმში დაამარცხა. ჟოზე ალდოს დამარცხების. ეხლა ზაჰაბი რო ერთხელაც ჩხუბონ და კამარზე ჩხუბი მიცი. ბიჭო, ზაჰაბი ვაფშე სხვა თემა არის. ამან პაჩიმიქსაც მოუგო. როდის მე შეუყარა ეს ბაუტისტა ესე? ბიჭო, შეყარება რა შუაშერი, მე გეუბნები, რომ პაჩიმიქსი არის სახელი. გავიგე სახელი. ხო და რო გაიგე მე გიხსნი მაგას, არა, კამარი შეჭი. ბაუტისტა და პაჩიმისკის აი თვილია. ვაფშე. ბიჭო, აქ ანუ მერაბის წონა არის და მერაბის იმაზე მიდის საუბარი. რა ის დაახეთ? შეშემა ეგრევე. კაი ძმაო, ნუ აჩხუბონ კორი. აჩხუბონ. ანუ ნახე, ჯერ პროსტ აზრი მითხარით კორის ენჰეგენი, რომ აჩხუბონ მერაბთან. აზრი მითხარი. ეგრე აზრი იმას ბაუტისტასთან ჩხუბი თვითონ მერაბსაც უნდა. უნდა შეჭება და იჩხუბებს და კორისთანაც უნდა კორისთან კაი გეხვეწები რა აი კორი არ არის ძმაო ეგ მებრძოლი რომელმაც კამარზე უნდა იჩხუბოს იმის გამო რომ მერაბთან არ უჩხუბია აქამდე მარიო ბაუტისტა უფრო არის ის მებრძოლი რომ მერაბთან კამარზე იჩხუბოს აი მე ძალიან მინდა რომ ეხლა ბაუტისტა და კორი შეახვედრონ ერთმანეთს ხო ძალიან მინდა და ნახავ მე რაც მოხდება ტიპმა ბებერ ფიგერედოს მოუგო რომელიც გადმოვიდა ზედაწონაში იმიტომ რომ აღარ უნდა დაკლება და ვერაფერი ვერ ქნა. ყველა მატრია აქეთი. ძმაო, ის კაცი ტოპებში აი რამდენი ხანია. და ტოპებში რატო არის მე? იმიტომ რომ ჩხუბობს და სტაბილურად ვის უგებს, ბიჭო, ვის უგებს. თავარი ბრძოლა რაც იყო, აი თავარი რაც იყო, ის ვერ მოიგო, ვერაფერი ვერ მოიგო. ვაფშე. მარიო ბაუტისტა ხო იმენა თავი გაიგო. ბიჭო, მარიო ბაუტისტა მოდის და იგებს. დამანებე თავი ძმაო, გადადა. დაგანებე რა, მე კი არა ამას ყავს კორი მე მგონი. რა მიყვარს კორი, ბიჭო? ნორმალური თქვი. არა ლოგიკურ რაღაცას იძახი. ბიჭო, არ არის ლოგიკური, მაგრამ კაი. ანუ არა ლოგიკურს არ ვიძახი თქო, მაგას გეუბნები. მე გეუბნები მიზეზებს რატომაც შეიძლება აჩხუბონ ბაუტისტა კამარზე. მე მოი რაღაც ბენგერს ამზადებს და რა ინფორმაცია აქვს, რომ ბაუტისტას კამარზე. ეხა ნახე თუ ჩავნიშნე ძმა. ამას აქ ძალიან დიდხნიანი პუშია რაც დაწერილი. კიდე ერთი ისეთი ფაქტი მოხდა ჰოლანდმა დაასაბმითა ლუკე, რომელსაც შენ გეგონა რომ ლუკე აუცილებლად მოიგებდა, ეგ ერთი. და მე ვერ წარმოვიდგენდი რომ საბმი შენით მოიგებდა, მართლა. ნუ ვერ წარმოვიდგენდი რა იდეაში ისეთი თემა იყო რა. ხوازა რატო აღარ შეგაშინე. ბიჭო მე ვერ ხვდები შენი ხარ როგორ დაიგიდე ანუ ადეკვატური ხარ არ ხარ ადეკვატური რა ცოტა ის ჩემში მოვადრო ძმა მოვადრო და ნახავ რომ ბაუტისტა იჩხუბებს აუცილებლად კამარზე ბაუტისტა და ალექსანდრია იღებს კამარს და დაჟე ალექსანდრესთან აზარა ბიჭო არა კამარზე აჩხუბებენ აუცილებლად მაგრამ დაიგიდე ეგ თემა რა ვისეთ ლუკე მე ბრძოლა წაგო ფეხში რა შევიდა ხალხო დაწერეთ რა იქნება რაღაცა სისულელებს ბაზრობთ ან ერთი ან მეორე და დაწერეთ რა მეორე შეჭე მაგ სისულელებს თუ ბაზრობს კაი ძმა კაი ანუ კაი ანუ კორი სენჰეგენზე რო იძახი რომ კამარზე უნდა ჩხუბობდესო აი ეგ არის სისულელე უნდა ჩხუბობდეს ბიჭო მე როგორც არ ვიძახდი მაინც ჩხუბობს კორი კამარზე გავიგე ეგ მაგრამ უნდა ჩხუბობდეს მარიო ბაუტისტა უნდა ჩხუბობდესო და კორი არაო მეუბნე პიოტრიანი უნდა ჩხუბობდეს კორის მაგის კი კიდე კაი მაგაში მაინც მეთახო კაი მაინც გიტანხმები კაი მიდი კაცო რა ჰოლანდზე იმოშენი ანუ თავი რო დავდავა ესე ღიად ჰოლანდს ლუკემ და არ თქმები და მან დამთავრდა ეგ ჩხუბი რა ანუ იმენა დამთავრებული ყველაზე გადაობა მომენტი მან დიცი რა იყო ფეხში რო შევიდა და რო ურახუნა მაგას ვიძახი ხო ეს თავი რო დაუტოვა ფეხში და დადებილი თავი ამოწია დადებილებულია უყურე ზო ხო აზრი აღარ ქონდა ფეხზე გადამყვანი ის იყო რა თან ძალიან კარგად შეუკრა რა ესე ჰოლანდზე რას ფიქრობ მე რო ვიძახდი ძმაო ვითარდება თქო ეს კაცი თქო ხო და გაგაჯერა ეხლა ყოველდღე კი არ ხდებოდა იმ გრეპლებს მართლა მოუმატა რა ეხლა სერიოზულად რო ვილაპარაკოთ ჰოლანდმა მართლა მოუმატა გრეპლინგის კუთხით რა უკვე ნუ წინა გადაცემაში ვიძახდი მეთქი დაცვის კუთხით მომატა თქო მაგრამ შეტევის კუთხითაც უკვე კარგად არის რა და გამოიწვია კოვინგტონი ანუ ეხლა უკვე ხო ხდები ეხლა რასაც აწვება რა ჰოლანდი რომ ვინც ისეთი არისო კოლბის თუ მოგოშობა კამერა აი რა კოლბი გეხვეწებია კოლბი კოვინგტონი მაგრამ პაჩი მიქსი შეჭება კაი ძმაო პაჩი მიქსი კიდე ჩაატარებს ბრძოლებს და ნახავ რომ ბევრს მოიგებს ძალიან თან აწი აღარ წააგებს ნახავ მაგასაც. დაი აი ეს ხო და აი ნახე დაიმახსოვრეთ რა.
ამის სახე, აი ხა, ირონიული სიცილი ვიდა, просто კადრს არ არა, იცინე, არა პრობლემა. ნახეთ, პაჩიმიქსი ყოველა შემდეგ ჩხუბს მოიგებს. აგერ ნახე ხა. ნახავთ. UFC-ში. დაიწყებს ცოტა ბოლოდან, ეხა, ნუ ბაუტისტა ადრე იყო აშკარად. დაიწყებს ცოტა ბოლოდან და ამოვა ზევით. ნუ ეხა არ ვიცი რამდენი ჩხუბს მე კამარზე, ეგ არ ვიცი, მაგრამ პაჩიმიქსი აუცილებლად იქნება ტოპებში. ნახავ მაგას. გადავედით. კიდე ხო არ გინდა შემომონიმა ჩხუბზე ლაპარაკი. არა, ვაფშე აღარ მინდა შემოვიდე. რა ვიცი, დასაწყისში ქიმიაო და რაღაცა ეს ლაპარაკებოდა და რა. ეგ სანამ ადეკვატურია, ვიგეჭე. ნახავ. აი რა, ნუ მაგ უშუალოდ მაგ ივენტზე მინდა ვთქვა ჯოშუა ვანის ო, თან ვანმა ბრუნო სილვასთან ძალიან მაგარი პერფორმანსი ჰქონდა და ეხლაც ხო ეხლაც ჩხუბობს 317-ზე ჩხუბობს ხო? კაპე ხო 317-ზე ჩხუბობს და აი კაპე არის საზღარი ადამიანი პირდაპირ, იმიტომ რომ უკვე 10 ჩახსნა აქვს ჩხუბიდან და რავი რო არ აგდებენ მიყვირს სიმართლე. ასევე უნდა აღნიშნო აუცილებლად გუსტავსონი ქაუს უილიამსის ჩხუბში, იმიტომ რომ გუსტავსონს რა ჩხუბის სტილიც აქვს. ძალიან საინტერესო. ლამაზი კლინჩი აქვს. ანუ სულ უტყავს. რავი განადგურა რა ქაუს უილიამსი. просто ქაუს უილიამს მართლა ყვა აქვს ფორმაში, თორე ისე ხო რო არ დაფინიშდა ძალიან გამიკვირდა. მართლა და მუზაკანოვი იყო ერთი კიდე ეგეც რო ვთქვათ. ნუ ჰიბეიროზე ბევრი ვლაპარაკეთ წინა პოდკასტში რა. ეხლა გადაჭრით არც გვითხოვს რა აი ბეირო ამას ისე ისევ მოიგებსო, მაგრამ ნუ რაღაც უფრო მეტი წინააღმდეგობას ველოდი, მაგრამ ნუ მურზაკანოვი ასაკის და მიუხედავთ მოკლედ მაგარი სტრაიკერი არის რა. 35 მე მგონი. სადღაც ეგრეა რა. 27 გადამიმოწმოთ შეგიძლია. კი, ძმა, არ არის პრობლემა. მანამდე შეგიძლია ისაუბრო. არა, აი გადამოწმებას ველოდი და ვისაუბრო. კი ბატონო. მურზაკანოვი 36. ორი რომ მივუმატო 36-ს რამდენია? 38-ია, ხო? ხო და 38 წლის კამარ უსმანი. ეს რა ტრანზიშენი იყო? იმედა. პეტერზენსო. როგორ გადავიდეთ შემდეგ ივენტს? გადავიდეთ ჯობია. ძალიან მაგარი main event-ი გვაქვს. ხოაკინ ბანკლი მიიწევს კამისკენ. თან ემუქრება ის რომ ყოფილი ჩემპიონი, თა როგორი ჩემპიონი. ამარ უსმანი, რომელსაც ბოლოს 3 წაგება აქვს, უბრალოდ წაგება აქვს 2 ლეონ ედვარდსთან და პირველი კადრი ყველაზე გიქნებათ ნანახი. ამდენ წლიანი ეპოქა დასრულდა ერთი ფეხის თავში დარტყმით. თან როდის ერთი წუთი რო იყო დარჩენილი. ნამდვილად და შემდეგ რემატჩი წაგება ლეონ ედვარდსთან და ბოლოს ხავზაჩი მაიოს, ნუ შორტ ნოტისზე რო შეუვარდა. კი, მაგრამ ის უნდა თქვათ, რომ ბრავო უსმანს მაინც ნამდვილად გრეპლინგის ჭიდაობის სკილები აქვს, ტეიქდაუნ დიფენსი აქვს, თვითონაც ძალიან კარგი მოჭიდავი არის, გვახსოვს რომ დარტყმაც აქვს, თუმცა აქეთ ხდება ახალგაზრდა, თავისებ ბევრად ახალგაზრდა. ყოფილი middleweight. ხო, ხოაკინ ბაკლის ყოფილი middleweight-ი კიდე კაი, იმიტომ რომ რაც გადმოვიდა საშუალოში. ძალიან კარგ სერიაზეა, კარგი სახელების დამარცხა და ძალიან მშიერია და უხდება აშკარად რა ეს სწორი. კი, ძალიან უხდება. ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო ალბათ ბაკლიმ რაც მიიღო, იმიტომ რომ აქ დაახლოებით 6 ჩხუბი მოიგო უკვე. დაახლოებით. თან ნელ-ნელა კბენს რა ისლამს. ხო, ისლამს კბენს, მაგრამ ისლამამდე დრო არის ხო. თან იცი რა არის, წონაც თვითონ ისეთი არის რა. არ არის flyweight-ი, რომ ცოტა კონტენდერები იყვნენ. ძალიან ბევრი კონტენდერი არის ამ წონაში. უბრალოდ ყოფილ ჩემპიონს რო ჩაიწერ კამარ უსმანის სახით აქტივში, ასე ვთქვათ, მაგარი განცხადება იქნება ბაკლისთვის რა, რომ მე იქნებ 2-3 ჩხუბში თუნდაც მივიდეს კამრის ბრძოლამდე რა. უსმანსაც რო შევეხოთ, უსმანს დიდი ხანია უკვე მუხლებთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. ლეონთანაც ხო რა, ტეიქდაუნები გინდა, ტეიქდაუნის გაკეთება, ჭიდაობას, შემდეგ ნუ ხელს უშლის რა. 2 წელი არ უჩხუბია ეგეც რომ ვთქვათ. 535 დღეა დაახლოებით. ხო რა, თითქმის, ხო რა, ნუ 2 წელი არის რა. 2 წელია თითქმის არ უჩხუბია და ბრუნდება თან ახალგაზრდასთან რამდენად ანუ იცი რა არის, რამდენად სწორი არის კამარუსგან. ეგნა ბიჭი ვერ ხვდები, იმიტომ რომ ისაც წაგებების სერიაზე არის, ნუ ასაკიც
ასე ვთქვათ, თავის ეშვება და ხო ხდები ეგეთ ამომავალ ვარსკვლავს უნდა ეჩხუბოს რა, ეხლა კამეროს ხო ხანი მანიფაიტები არ აინტერესებს ხო ეგ ამბავია. ნუ შეიძლება ეხლა კამეროს ვერ ჩამოწერ ესე ყოფილი ძალიან მაგარი ჩემპიონი არის, უბრალოდ ხოვაკინი არის ძალიან მაგარი რა. მე არ გამოვიწყო რომ შეიძლება ბოლო ბრძოლა იყოს კამეროსთვის კი მეც ეგრე მგონია. ისეთი შტაბეჭლება მრჩება რომ აღარ უყურებს იმდენად სერიოზულად ვერ ვიტყვი რა. იმდენად მეინ თავარ სამსახურად ხო, საით ჰასლია. ხო, ანუ საით ჰასლ არის ეს რა უკვე რა, ანუ კი მაგრად უყვარს და მაგით უბრუნდება საქმე მაგრად უყვარს. აუცილებლად კი. იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ქვესაშუალო წონასანი არის ისტორიაში. და მოკლედ მე მაინც ბაკლის გამარჯვებას ვფიქრობ აქ. ჩავშალოთ გადაწყვეტილებით. ხო, მეც გადაწყვეტილებით მგონი არ ამგონია ეხლა რომ კამარუ ერთი ლეონმა, ანუ ლაკი ფანჩით და ლაკი ჰაიკიკით გათიშა, მაგრამ არ მგონია რომ ბაკლიმ გათიშოს რა. არც მე არ მგონია და ისიც უნდა აღვნიშნოთ, მან რომ ბაკლის გამოსტიშავარება უწევს რა. კი. ანუ ის არ არის რომ ბაკლი აუცილებლად იგებს, არ არის ეგ, ანუ კამარუ აუცილებლად გაუწევს წინააღმდეგობას რა. უბრალოდ მე მაინც ლოგიკური ფავორიტია ხო. ხო, საინტერესო ბრძოლა არის. main events უხდება რა ეგეთი ბრძოლა და მოდი იცი რა ვქნათ პრელიმებამდე ჩავიდეთ მოდი და კომეინზეც 1-2 სიტყვა let's go კომეინზე ხო რა 1-2 სიტყვა ვქნათ იმიტომ რომ მაინც როუზ ნამაიუნასი ჩხუბობს მირანდა მევერიკთან აქ ვიტყვი ერთს რომ როუზი არის ზევით ასული მებრძოლი ზედა წონაში ლეგენდა არის ერთ-ერთი ქალების და ნამაიუნასი უბრალოდ არ მგონია ამ წონის შესაფერისი რომ იყოს გაბარიტების კუთხით ვიძახი რა და ჯანის კუთხით. მე მაინც არ მგონია ნამაიუნასი გამორჩეო და ზოგადად ფიზიკურობით არ ჯაბნი და ხო რა, მაგრამ ამ წონაში დიდები არიან წამა რა. მირანდაც მათ შორის მსხვილია და მკვრივი არის ასე ვთქვა, აი ხა ბოდიში უკაცრავად რა. შენ ნაღდები. აუ სხვა რაღაც muscles მუსკულატურას ვიძახი. მოკლედ მე როუზი მგონია რომ ამ წონისთვის შესაფერისი არ არის რა როგორც უკვე ვთქვი რა და მაინც მგონია რომ მირანდა მოიგებს რა შევას ფიქრობ თუ ამის დამატება გინდა ფიზიკურობაზე თუ მიდივა სახე არა საქმე ხო როუზი ძალიან ლამაზი მართლა ძალიან ლამაზია გადავიდეთ აი შეფასება მესვისო მე კიდევ ერთი ბრძოლა მაინტერესებს მეინ ქარდზე რაც არის კოდი გარბრანტი ბარსელოსის წინააღმდეგ რა ბარსელოსი არის ვინც პეიტონ ტალბოტი მიაფროჩეკა რა ნუ იცი რა არის გააჩერა ხო რა მე მგონია რომ კოდი გარბრანტის კარიერა დამთავრდა მაშინ როცა TJ-მ ხო რა სტეროიდების გარეშე ჩააქრო იქ ჰაიპი რა რომელიც კოდის ქონდა და შეცვლილი იმიჯით გამოდის ვარცხნობით ისე აი აქ ამ ნაწილში თმა არ არის вообще ასიო რა კაი განაგწევს მაგრამ ნუ ბარსელოსი მგონია რომ უფრო ბარსელოს უფრო ჭირდება ის მოგება რა კოდი ძალიან ნუ ზოგადად კოდი გამრადis ჩხუბები ძალიან მიყვარს და თვითონ მის სტილი ძალიან მიყვარს ჰაილაითერია რა ხო რა და ძალიან ცუდი არ ვესეგანვითარდა მაგის კარიერა, მაგრამ მგონია რომ ტოპ ლეველებში აღარ მოიაზრება უკვე დიდი ხანია. და მაგაზე ლაპარაკიც გაუჭირდება თან. ცოტა რომ ჩავშალოთ უფრო მე მგონია რომ გაჭირვებით გაუჭირდება წმინდად სტილისტიკური ფონი რო არის რა, ანუ ბარსელოს შეუძლია ძალიან კარგად ჭიდაობა რა. რაც გამოჩნდა ალბოთთანაც რომ 3 რაუნდი როგორც უნდა და ისე უკეთებდა ყველაფერს. სტრაიკინგიც არ აქვს ცუდი და ბარსელოს ერთი მინუსი იყო ის რომ UFC-ში არა ერთ ხო გამძლეობა ერთ-ერთი იქ ალბოთთანაც ძალიან დაიღალა, მაგრამ მანამდე ვიძახი UFC-ს ბრძოლებში სულ არასწორად გამოდიოდა, ანუ არასწორი გეგმით ვიძახი რა, იმიტომ რომ სულ ფეხს ერჩებოდა და ნუ არ ჭიდაობდა რა, უნდოდა რომ უფრო ჰაილაითერი ტიპი ყოფილიყო და უმარმაც გათიშა მერე სადღაც და ალბოთთან უკვე მიხვდა, გამოვიდა სწორად დაალაგებული როგორც პროფესიონალს შეეფერება და ის უნარი გამოიყენა, რაც კარგად აქვს განვითარებული როგორც არის
თუნდაც ჭიდაობა, გრეპლინგი და თავისი ჯიუ-ჯიტსუც რა. და აქედან გამომდინარე გარბრანტი, ჯერ გარბრანტის დრო შე როგორც თქვი წასული არის ძალიან კარგი მებრძოლი იყო, უბრალოდ TJ აღმოჩნდა უფრო უკეთესი რა. და მაგიტომ კოდი გარბრანტის დრო აღარ არის, ანუ ესე რომ საჩემპიონო მიზნებისთვის მიდიოდეს, უბრალოდ მანიფაითები, მაგრამ რამდენად ბარსელოსთან ჩხუბი მანიფაითი არის, ვერ გეტყვი, მაგრამ ბარსელოსი მაინც გონია რომ მოგგებს რა და დიდი შანსია რომ გადაწყვეტილებით მარჩეს ეს ბრძოლაც. რეალურად კოდის მთავარი უპირატესობა რაც იყო თავიდანვე ისევ ეს ძალა არის, რომელიც ხელში აქვს. და სტრაიკი. ძალიან მაინტერესებს ესე კოდი როგორი გამოვა. ხო, მაგრამ მაინტერესებს. ეგ საინტერესოა ხო, ანუ ჩამოწერა არ შეიძლება მithoses ესეთი ხელების პატრონი, როგორც კოდი არის და თან ძალიან მართლა ის პრაიმი რო ქონდა, ძალიან ლამაზად ჩუბობდა რა, თუნდაც ტიპებს რომ დაარტყა და აი მოუთებდა და რაღაცა, ძალიან ისეთი ჰაილაითერი ტიპი იყო რა და უბრალოდ ხო რა, რაღაცებში არ გამომართლა არასწორ დროს, არასწორ ადგილას იყო და ასე შემდეგ და მოკლედ ესე განვითარდა ამის კარიერა და უფრო ქვევით რო ჩავყვეთ მანსურ აბდულმალიკი დაუმარცხებელი მებრძოლი ხდება კოდი ბრანდეიჯს კოდი ბრანდეიჯისთვის არც თუ ისე მარტივი პერიოდია კი თავის ბოლო მოგებაც შულს მიუძღვნა ცოტა ესეთი არაჰუმანური გადაწყვეტილება აბდულმალიქს რო ახვედრებენ მაგრამ მგონია რომ ანუ ხელებით თავის ქალის ხეთქვა წავა მაგ ჯგუფში წინა ბრძოლაც რომ მოიგო კოდიმ რა აი ეგეც ბრძოლა იყო ეგეც პირველი რაუნდის ფინიში იყო მეკონ კოდი ზიანდებოდა კოდი მეტი ხო ხან ერთი იყო ნოკდაუნში ხან მეორე ხო და გუნდელები იყო ძველი გუნდელების ჩუბი იყო და დანტოვას არ ქონდა ეგეთ იმასაც ზოგადად რაღაც ძალა დამატებით მებრძოლებს ეძლევათ რა როცა ესეთი ამბავი ხდება მათ თავს და როცა რაღაც ცხოვრებისეული ცუდი საფიქრალი აქვთ რა რაღაცნაირად ძალა იმატება და უკენა რაღაცა აწვევა და აქედან აბდულმალიკი შედის ძალიან მშიერი დაუმარცხებელი პროსპექტი და უმძიმეს ხელებით კი ბრანდასთან მოგება გამოადგება ნამდვილად ძალიან დიდი ფავორიტია აბდულმალიკი უნდა იყოს კიდეც ჩემი აზრით იმიტომ რომ ძალიან მართლა ანუ middleweight-ია, ახლა middleweight-ში ბევრსა გამთიშავი დარტყმა, მაგრამ რაღაცა ცხოველი არის მართლა რა, ანუ ერთი შეხება და მორჩენილი არის რა და ხო, კოდის მართლა კოდისთვის ძალიან ცუდი matchmaking-ია. მანსურთან შეხვედრა რა, მაგრამ თავისი შვილისთვის როგორც წინა ბრძოლა იყო და შეუძლია ახლაც რა, კოდის თავის ხელების იმედი უნდა ქონდეს. გადავიდეთ მეორე ბრძოლას მენიფილდი ხო აი ზუსტად იგივე არის ზუსტად მენიფილდი აი მენიფილდიც ნუ ძალიან დიდი ანდერდოგი არის ორი ბენგერი შეგვაქვს კი მეინ ივენტს ორი გახსნის ანუ ერთი ბრძოლა ხო ხსნის ხოლმე მაგრამ ეხა ორი ბენგერი არის მენიფილდიც ეგრე არის როგორც კოდი ზუსტად ძალიან დიდი ანდერდოგი და ძალიან კარგი დარტყმაც აქვს მენიფილდს შეუძლია თვითონაც რომ გათიშოს light heavyweight-ია თან და სტილისტიკურად უხერხუმეტო ქეს ხდება უბრალოდ ეგეც დაუმარცხებელი ფრანგი შესანიშნავი ჭიდაობით ფრანგი უმარი უმარი რა ხო საინტერესო ჩუბი არის ეს ორი ნუ ძალიან დიდი ფავორიტები არიან ფრანგი და აი მენიფილდი ომარის ჩუბში ვფიქრობ რომ სენსაცია შეიძლება მოხდეს ხო იმიტომ რომ შეიძლება ხო მარტივად შემოსაწერი ადამიანი რა მაგრამ შეიძლება ეს მარტივად გადაურბინა არ გამოურიცხა ხო ძალიან საინტერესო ანუ ესეთი რამდენი ჩემი აზრით ორი არის ესეთი ადამიანიც შეურაცხყოფელად ანდერდოგებია რა მეორესაც დაგაწ კი ბატონო მაშინ პრელიმების მეინზეც რო ვისაუბროთ ერთი-ორი სიტყვით ვეტერანი პოლ კრეიგი ბელატოს წინააღმდეგ რა ბელატოც მშიერია და ბელატოსაც ძალიან კარგი დარტყმა აქვს ძალიან და პოლ კრეიგის ყმა კი იცი მგონია რომ ბევრი ლამაზი ჩხუბი ვეხნა ლამაზი რა ბრუტალური ხო რა ბრუტალური ჩხუბები იქნება ბევრი თან კრეიგის ყმა უკვე შესუსტებული არის ბოხალი ომაც რო გათიშა ხო გაქნა ნახი ეგ და ძალიან ცუდად მოხვდა რამოდენიმეჯერ ნუ ერთი ბონიკალთან იყო რომ გადაწყვეტილებით წააგო და ბელატო კიდე პირიქით რა მინდა რაც შეიძლება ზევით სახელები ჩაიწეროს და მოკლედ ვეთანხმებ ბუკმეიკერებს რომ ფავორიტი არის ბელატო რა და პოლ კრეიგი შეიძლება გაუყენოს გზას წყალი ჩაუდგა
ზუსტად. კიდე იცი ერთი ბრძოლა რომელიც მაინტერესებს, აი მერაბის ზონაში რომ გამოჩნდა, აც უკვე მეორე ჩხუბს ატარებს ველმეიკერი. ახსოვს გქონდა ჩვენ გადაცემაში ვახსენეთ მაშინ რა. ველმეიკერი საიმას ეჭხუბებოდა მაშინ ველმეიკერი. მეგონა რომ იმდენად ადგი არ ამგონია იყოს მეთქი და ისე დაგვადუმა. ძალიან მაგრა დააფინიშა კოდში. ამ ზონაში რო ეგრე აფინიშებ, ეს იგი რაღაც მაგარი დარტყმა გაქვს რა. დაუმარცხებელი რეკორდით მოდის და ბრუნდება კრის მოუტინია შვარტნოთისზე. ჩახტა, შანსი მიეცა და კრის მოუტინიაც ძალიან დიდი ანდერდოგი არის. ძალიან დიდი. ოღონდ შეურაცხყოფელი არ არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ short notice-ის მხარე არის მანდ ერთი გასათვალისწინებელი და მეორე არის ის, რომ well-maker-მა პირდაპირ განაცხადი გააკეთა, ისე გათიშა საიმანი რა. თან საიმანი არ არის ჩამოსაწერი. ხო, ეგ იყო ხო ორი ახალგაზრდა მებრძოლი შეხვდნენ ერთმანეთს და რომელიც წავიდა და წინ well-maker-ი წავიდა და კრის მოუტინი სხვათა შორის ძალიან კარგი matchmaking-ი არის well-maker-ისთვისაც. ნუ თუ მოუგომს გავსად, უფრო ის ექნება რა დიდი შანსი რომ მალე აიწიოს ზევით რა და well-maker-ის ნუ ფინიშს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა იშვიათია რა ამ ზონაში რა. თუ ფინიში არის, უფრო ძირითად სამიშენები არის ხოლმე, ვიდრე ნოკაუტი, იმიტომ რომ ეს ნოკაუტი ერთი დარტყმით ნოკაუტის ძალა ბევრს არ აქვს და აღმოჩნდა რომ აქვს well-makers და იცი რა არის ამ ზონაში სხვათა შორის well-maker-მა თქვა თუ მოიგო რას ვფიქრობ ახლა შენი აზრით ალექსანდრეს რო შეხვდეს მე ხო ვა საინტერესო არის იმიტომ რომ ალექსანდრეს აუცილებლად ახლა უნომრო შეხვედრებენ შემდეგ ხო მაგრამ იცი არის ეგ ბევრ ამაზე იქნება დამოკიდებული ხო იმიტომ რომ ალექსანდრეს დიდი ხანია არ უჩუბია ხო როდის შეხვდა თებერვალში ხო და არ ამგონია რომ ამდენი ხანი დაელოდოს ახლა well-maker-იც არ ვიცით როგორ დაზიანდება თან well-maker-ის იცი რა ვფიქრობ თუ თქვათ სექტემბერი ოქტომბერში მოუწია რა ისე თქვათ ალექსანდრეს ბრძოლა დიდი შანსი არის მაშინ იმიტომ რომ ну უნომრო როდესაც არის რა მებრძოლი და მშიერი რო ზევით ავიდეს მალ-მალე იღებენ ბრძოლებს ზოგადად რა და მაინც ახლა ილიას ამბავი უკვე გავლილი იქნება ჩაუსთან და მე უკვე მალე ჩაინიშნოს იქნება ეგ ანუ იმისთვის რომ ცოტა მალე წავიწიოთ წინ ხო ანუ well-maker-მა ახლა კრის თუ მოუგო და მგონია რომ მოუგებს დიდი შანსი არის ალექსანდრეს მასთან შეხვედრა მართლა სანახავადაც მაგარი ბრძოლა იქნება რა კარგი სტრაიკერი არის ყველანაირად მაგასთან დაუშვებით და საინტერესო იქნება კი ხო well-maker-ის მოგებას ვფიქრობთ მოკლედ და ამით ჩემი აზრით მე მგონი დავამთავრეთ კარტი მორჩა კარტი და რამდენიმე სიტყვით ნიუსებს ხო ცოტა შევეხოთ ერთ-ერთი მთავარი ნიუსი ის არის რომ სანამ ერთი კვირა გავიდა და ჩვენ შემდეგ გადაცემა ჩავწერეთ დღეს მერაბმა კამარიც დაიცვა და ჩამოვიდა კიდევაც მოკლედ თავის მწვრთნელთან და ნინასთან ერთად და მოკლედ ძალიან ისეთი როგორც შეგვეფერება ქართველებს ისეთი დახვედრა მოუწყვეთ რა. ჩვეულებრივი ამბასადორი არის მერაბ დვალიშვილი რა. ილჩია მართლა და მე ჯერ ახლა ნინას სავარაუდოდ არ აქვს დრო იმდენი რომ ამ დასვენების და მოგზაურობის პერიოდში დიდი დრო მიუძღვნას თავის კონტენტს. ნინა რომ საქართველოს დატოვებს და დაბრუნდება ამერიკაში მგონია რომ იმდენ მასალას მიაყრის თავის გამომწერებს და უშუალოდ community-ს რა US community ყავს ძირითადად ნინას რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი შანსი ესე ვთქვათ რა თუნდაც პოპულარობის გაზრდის დაინტერესების ძალიან ასწორებს ეგეთი რაღაცა რა ესეთი მებრძოლებისგან უშუალოდ სპორტსმენებისგან მოდის მსგავსი ინიციატივა რო სხვები დაინტერესონ იმ ქვეყნის წარმომადგენლები თუნდაც დონალდ ტრამპთან რომ მივიდა რომ ეს საუბრა ანუ სუპერსტარია რა მერაბ დვალიშვილიც ჩვეულებრივი სუპერსტარი არის ხო აქ ვიღე სუპერსტარი ხო არა ხო ანუ ჰაიპი აქვს ისეთი ბევრ მებრძოლს კი არა ანუ ისეთი ჩამოსასვლელი არის მებრძოლები UFC-ში როგორი ჰაიპიც ილია თოფურიას აქვს როგორი ჰაიპიც მერაბ დვალიშვილს აქვს და ანუ ასე შემდეგ რა ანუ ქართველები ორივე არიან ძალიან ისეთები რა ლუპით რო აკვირდება ყველას საერთოდ ამერიკაშიც და ანუ ჩვენთანაც რა ნუ ჩვენთან ბუნებრივი არის ეგ ამბავი და მოკლედ ძალიან ბევრს აკეთებს მერაბი საქართველოს პოპულარიზაციისთვის
ნინაც და ჯონ უდიც ისეთი გაკურებული დატოვათ როგორც ქართულმა ყველაფერმა საერთოდ პირდაპირ რო ჩამოვიდნენ პირველი გაკურება ის იყო საგზაუნიშნიდან რო შეახტა ავტობუსი გოგა ახტა პირდაპირ იქით ხო მოკლედ მაგარი ხალხი ვართ რა ქართველები რა ეგ ვიდეო რო გავრცელდა მე ერთი ეს ამერიკელები რა ზოგადად უცხოელები წერდნენ რომ ყველაზე safe ადგილი ქართველებისთვის არისო ოქტაგონიო რომ მანდიყვნენ რა ყველა ერთნაირები არიან მე მგონიო რა ნუ მოკლედ მერაბს ვინაცვალეთ მართლა ბევრს აკეთებს მერაბი საქართველოსთვის და ძალიან დასაფასებელი არის რა კიდევ ერთი ნიუსი არის ესეთი რომ ოფიციალ და უკვე ვიძახით რომ Ground and Pound Georgia ბაქოში დაესწრება ივენტს მოკლედ და იქიდან Ground and Pound რატო End Pound-ი და Georgia რა პირდაპირ Georgia Ground and Pound Georgia მოკლედ თავის თანამეცხედრით აი ეჭება მოკლედ და ხო სერიოზულად რო ვთქვათ რა ახლა დაიწყება ხო არ გვიყურეთ ხო 1 10 20 30 40 ჰაჰა 50 კაცი ხო გვიყურებთ ეხლა ხო და მე რა თქვენ დაგიმახსოვრებთ და ახლები მიცნობენ მე ყოველ იმახსოვთ ეხლა ამას ძალიან ნახავი ხო მოკლედ აი დავკათოთ და დავუტოთ და წავ ხო მოკლედ ძალიან ისეთი რა საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ აუცილებლად ჯამალხილის გათიშვას განახებთ ნამდვილად დაუფასოთ ამბის თავდადება შეყვარებული მარტო იმ დამიყავს რომ ოპერატორი ყავთ არა ხო მე რა თქმა უნდა იმედია შეყვარებული არ გწეს ხო აი თან იცი რა არის პირველად ვესწრები და იმედია რომ კარგი კარდი იქნება რა ანუ ის იქნება ხო ის ხელთათმები წეღა რომ გამოჩნდა მაგისტვის ანუ ეგ ხო ამზადებდით მაგრამ ვოკაულ სონგი გვინდაო რაღაც ხელთათმები საიდან გვაქვს ხო საიდან გვაქვს მეგობრებო ეს ხელთათმები არის ნუ ცალი მარჯვენა არის კონორ მაკგრეგორის მარცხენა ხაბიბ ნურმაგომედოვის просто ერთად ვერ იკეთებ რა არც მაგაცობე ხო ეს გამოწერილი არის eBay-დან რა ღირდა რამდენი მოგთხოვა ბევრი კონორმა კაი ნუ ეს თანხას არ დავასახელებთ მაგრამ ჭაჭაში გაუცა ვისკი მაკგრეგორის ვისკი მოკლედ საინტერესო სიახლეებიო რომ ვიძახდით და ყველა ვიდეოში საინტერესო სიახლეები აგერ ეს არის რომ მივდივართ რა მოკლედ რა ბაქოში აი შენ შეიძლება არ იყო ჩემ გვერდით იქ მაგრამ ჩემთან იქნები მაინც ქიმია რა დაგილეკა გადამაღებინები ხო და იმედია რომ მოკლედ კარგი კარდი იქნება რა და ბევრი ფინიში იქნება და რავი ორი სიტყვით მაინტერესებს ყველაზე მეტად ბაჰამონდეს ფიზიები რა მაგრამ ხო ძალიან მაგარი ძალიან არ ვიცი და აზერბაიჯანელი რო ამაგე ხო რავი სახში რო ჭყუოს მაგითო კაი რა გეხვეწები რა გიჯი მიმდენი ურტყა და ისე ურტყა რომ მოკლედ რა და ბაჰამონდესი მგონია რომ მოუგებს მაგრამ ეს ხო იქითო მაგრამ პრინციპში იქითო ხო იქით უკვე ბაქოში ვიქნებით ხო ხო იქით აკურაშია ვწერთ რავი თუ გინდა ჩაწერე შენ ამბობ დრო ვაცლებთ მხარას ბაქოში ხო ანუ რავი თუ გინდა იცი რა ვქნათ ანუ ვიდეო ესე გავაკეთოთ რა ხან ჩემ ვლოგს ჩავსო ხან შენ დაჯექი აქ და შენ ნალაპარაკებსაც ჩავსო როგორც გინდაც რა ისე რო არისო რა მაგი ბალეში კეფელი გული მოკლედ ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება აუცილებლად ყველაფერს გადავიღებ საერთოდ გადავიღებთ შენ ჩემთან ერთად ხარ იქ ძმა ხო ყველაფერს გადავიღებთ მოკლედ და საინტერესო ქართველით კი უეჭო ბენგერი იქნება ველით დაგასწარეთ პირველი ჩვენ ვდებთ ბაქოს ვლოგს არავინ არ დადოთ დავასრულეთ რა მე მგონი და მოკლედ ბაქოს ვლოგით შევხვდებით მე